სამსახურში არ ხარ? არა, დღეს საფრანგეთის საელჩო ისვენებს. ჟანადარკის დაბადების დღეა. გილოცა. ელენეს, შესეგი, შენ თუ სამსახურში არ მიდიხარ, იმ ლურჯ თლიან საყურეს მათხოვე. და ის მუშაობ დღეს? ხო, მუშაობ. ელენე, საერთოდ იცი როდის ვისვენებ ხოლმე? როდის? მაია წყნეთელის დაბადების დღე. ხო, ან მათხოვებ, ხო? და ტატოს რო არ მოეწონეს ეგ საყურე? ელენე, ტატო მე მხოლოდ უკვე როგორც თანამშრომელი ისე მაინტერესებს. ავიღო ხო? მაგას ადრეც ხო ამბობთ. ძალიან ცხელა ამ სახლში. ადრე რას ვამბობდი? ის ტატო არ მაინტერესებს თუ საყურე მათხოვე. ლაშა, გეხვეწები ცოტა ჩაუწიე, დავიხრჩე. ხო, ცხელა, ძალიან ცხელა ელენე. ძალიან ცხელა. ой, რა კარგი ტელეფონია. ტელეფონის კარგია და ის საყურეც. არ ჩაირიცხა. რანაირად ჩაირიცხებოდა ელენე ჟანას დაბადების დღეა და ისვენა. ხო, მართალია. ესე იგი ავიღო საყურე. ოხ ნიკა, გაგიჟდები, სად არის? ნიკა, სად არის? ვინ ჩამიწინა ეს ლოგის? ვინ ჩამიწინა? სანამ ხელფასი დამერიცხება შენი ბარათი მათხოვე რა რასაც დავხარჯე უკან დაგიბრუნე. კი, რა პრობლემაა. ხო. მომისმენე დღეს შენ არ ახარ სამსახურში? ისვენებენ დღეს ლაშა ჟანადარკის დაბადების დღეა და ეგ როგორ გამომრჩა? ყიდულობთ რამეს გოგოები? ლაშა, გეხოწები გამავთვალ ჩაუწე, თორე დავიხრჩე. ჩაუწე, ხო, ჩაუწე. ხო, ისე მართალია, უნდა ჩაუწიო. თორე ხო გახსოვს თეკლა ჟანადარკის ბოლოს ზედმეტ სიცხემში აწუხა და იცი, აბა კარგია, ელენე, კარგია, მაგრამ რაღაც აკლია, რაღაც ლურჯი დეტალი, გიგის არა, კარგი, თეკლა, აიღე. დიდი მადლობა, ელენე, და ის პიჯაკი, წითელი პიჯაკი აქვს, ვარდები რო აქვს, სულ მინდოდა ერთხელ მაინც მივსულიყავი სამსახურში. კარგი, თეკლა, ეგეც აიღე, ოღონდ ხო იცი როგორი ნაჭერია რა, ისი პატარა ცხიმი და მე არ გახსოვს მაშინ კარგი, არ მინდა, რაც მაცვია მეწოს. კარგი. აბა ვინ ჩამიწინა? აბა გეკითხები ვინ ჩამიწინა? ხო აი თუ ის არის ვინ ჩამიწინა? არ ვიცი, შეიძლება თვითონ ჩაგიწვა. აი ეს მულტფილმი ხო ის ღამით სათამაშოებიდან ჩასხლდებიან. ხო და ეგეც გაცოცხლდა, მოვიდა, დაგხედა მძინარეს, მოეწონა და შემოგიწვა. სულ გაფუჭნე რა ეს თოჯინები. ნიკა, მომისმინე, კიდე ერთხელ გაცოცხლდება ეს თოჯინა და მე ვნახავთ როგორ გაფუჭდება ეგ შენი PlayStation. ნიკა, მამა შენი მოვიდა, ქვემოთ გელოდება, გარეთ ძალიან ცივა. თბილად უნდა ჩაბაცვა. ხოჭა, სად მიდიხართ მამ შენ და მამა შენ? ცირკში. ცირკ. მე რამდენად უნდა წახვიდეთ ამ ცირკში ხა? ისეთი პროგრამაა რომ კიდე გინდათ ნახვა? მე რა, მამა ჩემს მოსწონს ერთი აკრობატი გოგო და ამატარებს ასე ბავშვი მჭირდებაო. ხოთა ბაბუ იქნება, დღეს დამირეკა, წნება გამიზომბე, მე კიდე სულ დამავიწყდა. ალო? დიახ? ელენე ვარ. დიახ, კარგად მოვიარე. საელჩოში დიახ. არა, არ მიჭირს დილას ადრე ადგომა. დიახ, ვისვენებთ.
დაბადების დღე როა მაგიტომ. არა, არ ვიცი რამდენის გახდებოდა. მე ვიცი ვინც იქნება, მომეცი. ხო, ნოდარ. კი, სახში ვარ. სახში ვარ, აბარაზე მირეკავ. ხო, რა არის რა გინდა? კი, რა პრობლემა, რამდენი? 8000 გინდა დოლარში? ოქროთი ხო არ გერჩევნია, ნოდარ? ხო, კარგი. კარგი, ოღონდ იცი რა არის, ბანკში უნდა შევიარო და მე შეგხვდები და მოგცემ, ხო? კარგი. ხო, გამოვალ. მანქანის გასაღებს ავიღებ და გამოვალ. კარგი, ნოდარ, მოვდივარ. ვა. კარგი, გამოდი ახლა შენ ჩაგაცილებ ქვემოთ, მე კოტე ბაბუსთან შევძამ. ხო, ოღონდ ხელი მომკიდე ვერაფერს ვერ ხედა. აბა სად მივდივარ? გამარჯობა, ნუნდეიდა. დიახ, ქვემოთ ჩავაცილებ და საპარელო ნიკა მამაგელოდება ქვევით სხვათა შორის. ესე იგი, აი იმ დღესოთებში გამატარეთ, დაგიბრუნეთ სამლოს ხომ არ შემოგიტანით და მოგიტანი ორცხობილად. ჩემი გაკეთებულია ეს კარგი გონოს რაღაც. ძველი პური სულ რჩება, ადრე მეშველიანებს გეკვირომებათ ეზოში, იმისთვის მიმქონდა ხოლმე, მაგრამ ახლა სოფელში წაუყვანიათ. ხო და ეხლა რომ რჩება ძველი პური, ჩემი ქმარი ემზარი მეუბნება. რა არის ეს პური რო რჩება, ხომ არ გადაყვეთ, მე ვთხარი ნუ გეშინია ემსა, ამბეთ გავაკეთებ მე ორცხობილად და აი გავაკეთე და მოგიტარე. აიღე, შეგემრიელია ნიკა, შეთვის აუცილებელი, აიღე. მადლობა. ჩავაცილებ და ამოვალ. კარგი. ნახოთ ერთი. იწაუზმიათ უკვე. ხომარ მიირთმევ. ასკილოს აქ არ აქვს ხო გამოსხივება. და ლაშას ეს ამბავია, როგორ მაინტერესებს ახშია ლაშა? ლაშა მეხი ფეხის ნამისზე გაგასწროთ. კარგი, ჩაი. ჩაისალოთ, დიახ. თეკლე? და როგორ მომწონს ეგ გოგო, როგორ მინდა ჩემი ძმისშვილისთვის. იცი რა ბიჭია ჩემი ბაქარი, არაჩვეულებრივი უნიკალური. ჩემი ძმა ხო არის თითი საჩვენებელი, მაგრამ ეს ჯობია. თეკლამაც ეს წუთია გაგასწროთ. არა უშავს, სხვა დროს დაველაპარაკები. გასინჯე რა ჩემი გაკეთებული, იცი რა გემრიელ სანამ არ გასინჯე, აქედან დაწავა. რა მინდოდა იცი ელენე? გუგა რომ წავიდა ის ოთახი საურის გაუქირავებია. ყვდები ინტერესით. გეხვეწები, გაიკითხე, გამოიკითხე, ვინ გადმოდის, ვინ არის იქნებ, ვინ შემოდის შესაძაბელოში. არ უნდა ვიცოდეთ ვინ არის. გასინჯე გთხოვ, ჩემი გაკეთებული სანამ არ გასინჯა, ვიცოდი არ წავა. იცი რა შეგაწუხებდი, მე კი წავიდოდი და მე კი გავიკითხავდი და გამოვიკითხავდი, მაგრამ ჩემ ემზარს უნდა გავყვე, თბილი წინდები მინდა უყიდო, ხო იცი მთელი დღე ეზოში ზება, ფეხები უცილდება. მე ეგროვად გახდეს, მაგის მოვლის თავი არა მაქვს. აი გავსინჯე, ეხა გავსინჯა. გასინჯე? ხომ კარგია? აბა შენიცი ჩემო კარგო წავალ ეხლა მე და აბა შენიცი გაიკითხე გამოიკითხე ძალიან გთხოვ კარგი? უი მართლა იცოდეს კილოს ხორთუმი ფანჯრისკენ უნდა ჰქონდეს ბარაკაც ისურა დაიმახსოვრე კარგად. ვერ გავიგე რა ჭირს ამ გოგოს. სად არის ამდენხანს? შემოვალო, წნევას გაგიზომავდი. გადამრევს რა ეს გოგო, გადამრევს რა, ვერ გავიგე. რა უნდა გავაკეთო რა, იმისთვის რომ თავი მოვაწონო, ვეღარ გავიგე ბოლო რა. თეკლას? ხო, თეკლას ბაბუ აბა ვის, ხო. რა უნდა გავაკეთო იმის გულისთვის რომ სულ ცოტათი მაინც მიაქციოს ჩემ გზნობებს ყურადღება, ვეღარ გავიგე რა. თეკლა? ო, თეკლა ბაბუ აბა ვინ? ხო, არა და რა არ გამიკეთებია მისთვის, რას არ ვაკეთებ ყურადღებას ვაქცევ ყველანაირად, მაგრამ არა, რა აზრი არ აქვს რა. თეკლასთვის? ხო, ბაბუ, თეკლასთვის, ამავისთვის, კარგი შერახა მოგივიდა, ხო, ბაბუ, თეკლა. მე ჯერ მეტი არ უნდა მითხრა, იმ გოგოდან უნდა დაიწყო. თეკლადან? ხო. ოდიში, კოტე ბაბუ, ვერაფრით ვერ შემოვედი. ნუნუ იყო შემოსული, ხო იცით? გამარჯობა, პაატა, როგორ ხარ? რა ვიცი, ელენე, რა არა მიშობს. რატომ ეგრე პაატა? რატო და რა და ნაგვეჩი მივდივართ მე და პაატა და მეთქი გავიზომავ წნევას. იმიტომ რომ იქნება წამალი არ დავლი.
ბაბუ რა ნაკვეთი რის ნაკვეთი არ მოვდივარ ამ ნაკვეთში გაიგე რომ არ მოვდივარ რა მოდიხარ ნახე როგორი სიმინდი მოიყვანო წელს გადამრევს ეს კაცი რა ჯერ შემჭამა ცოლი მოიყვანო ეხლა სიმინდი მოიყვანო რა უნდა ცოლი მოიყვანე, მე სიმინდი მოიყვანე. ბატონო. ჩუმად. ხო, ჩუმად გეტყვი. გადამრევს ეს კაცია, ჯერ შემჭამა ცოლი მოიყვანე, ეხლა სიმინდი მოიყვანე. ხო, მაგრამ ეს დააკავშირე, წარმოვიდგინე, ცოლი მოიყვანე, მე სიმინდი. ორას მოყვანა შეიძლება. ასაკებია, ხო, უბრალოდ ორას მოყვანა შეიძლება, ხო, კარგი რა იყო რა, მოგიბრა. კოტე ბაბუ, წნევა გაქვთ 180-ზე. აუ, აგრონომის წნევა ქონია ბაბუ, აგრონომის წნევა კი არა? მოემზადე და ნაკვეთში წამომღები. ბაბუ, ელენე. მადლობა. არა. ბაბუ, არ მინდა ამ ნაკვეთში რა ხშის, არ მოვდივარ, გაიგე, ჯერ ესეთი ვერ დავეტევით ორი ადამიანი იმ ნაკვეთში რა ხშის. ელენე, ერთი წუთი გოგიში რა. შენ გვეგიზომოთ წნევა. არა, წნევა კი არ გამიზობო. რაღაც მაინტერესებს, შენ ჭკვიანი გოგო ხარ და შევა მინდა კითხო. რა გავაკეთო იმისთვის, როგორ მოვაწონო თავი, ვეღარ გავიგე რა გავაკეთო. თეკლას? ხო, თეკლას ელენე, ხო, ჰა? რა ვქნა, აბა, აი რა გავაკეთო? არა და ელენე, რას აღარ ვაკეთებ მისთვის, როგორ არ ვცდილობ, რომ თავი მოვაწონო. იმ დღეს რაღაცა სამსახურში ვიყავით, ერთად მე ხო კურიერი ვარ მან თეკლასთან სამსახურში და რაღაცაზე ლაპარაკში ჩამოვარდი და ინატრა რომ მჟავე მინდაო, მჟავეო და მე როგორც კურიერი გავარდი, ხო ხდები და უშოვე 1 კილოგრამი კომბოსტოს მჟავე, ელენე, ხრაშუნათ, თეკლას, ხო. წარმოვიდგინე, მოუტანე, მაგრამ არაფერი. რა აზრია, გინდა მოგიტანე, გინდა, არაფერი. აი მოქმედა, ხო? ხო, არ ვიცი რა, ძალიან უცნაური გოგო, ესე კი, მე რო ბიჭმა მომიტანოს 1 კილოგრამი მჟავე კომბოსტოს მწნი. ხრაშუნა. თანაც ხრაშუნა. ალბათ ზედ გადავყვებოდი. ეხლა ელენა შენ ევროპაში ხარ ნაცხოვრები და ბაბუ თოისარქია. ელენე ერთი წუთით რა უნდა გითხრა, აი ვერ ხვდები ელენე, აი რა არ მოსწონს შემი, ჩაცმა მაკლია თუ დახურვა ელენე, ჰა? აი შემოვხედი აბა. აბა დაიხურე. მოიცადე? აჰა, აბა. უფრო ჩაცმა. იგი ჩაცმა, ხო? ჩაცმა ვითომ, ხო? გასაგებია, ხო? ჩაცმა ალბათ, ხო, აბა, რა ვიცი, ხო. ხო, იცი რა, აი ვერაფრით ვერ ხვდები, როგორ არ უნდა მოგეწონოს ბიჭი, რომელსაც 3 ზომით დიდი პერანგი აცვია, რაღაც გაურკვეველი ყვავილები აქვს და რაღაც ზოლები. მართალი ხარ ელენე, იცი რა არის ელენე, აი მაგაზე მეც ვფიქრობდი და თეკლას ჩაცმასთან დაკავშირებით რაღაც თავისებური შეხედულება აქვს, ხდები? იმ დღეს უნდა გენახა სამსახურში რანაირი პიჯაკი ეცვა, რაღაცა წითელი პიჯაკია, ეგ საყელოზე ვარდებით გაგიჟდებოდი, რო გენახა მოკლედ. ეს ხო უკვე არა? ხო რა? არაფერი არ. პატა, მივდივარ მაღაზიაში საყიდლებზე. წამომყევი პატა, ისე გამოგბრანჭავ, რომ ვერსერთმა ბიჭმა ვერ გაჯობოს და თეკლე დაეცემ. აუ, დიდი მადლობა ელენე, ძალიან მაგარია, ხო, რა ვიცი ელენე, მეც მაგას ვფიქრობ, ჩაცმა ალბათ ელენე თორე რა, ეხლა აი. რა ვიცი, მე მგონი ფიზიკურად ცუდი ბიჭი არა ვარ, ხო. ხოლმე ხა რაღაც კორექტივებს შევიტანდი, გასაგებია, ხო. მაინც თლიანობაში რა ვიცი, ხო. და ამას წამოვიღებ. ხო, კარგი, წამოვიღებ, ხო, კარგი, ხო, მანდ მიაყუდე და გავედი თელე. დამიჟერე გავედი თელე, გავედი. გამარჯობა. თეკლა ერისთავი. სასიამოვნო. ვიფიქრე, კარი ხო არ შემეშალა თქო და ეს ბინა რა ნომერია? ეს ბინა? 26. 26, დიახ, ეს არის და. ხო, 26 ადვილად დავიმახსოვრე, მეც 26 წლის ვარ და. დიახ, ეს ბინა უნდა დამეთვალიერებინა და. თქვენ გადმოდიხართ? დიახ, მე გადმოვდივარ. სასიამოვნო, მაღალჭერიანი ბინა. ანუ ჩემს მაღალი გოგოსთვის მაღალი არ ჩანს, მაგრამ მაინც მაღალჭერიანად ითვლება.
ძალიან გიხდებათ ეს საფურე. რაიმე დიდი მადლობა, მეც მაგას ვუყურებ, ძალიან მიხდება, მეც კიდე არ მიჭერებს. აი მე ხმა სამსახურში რომ არ მეჩქარებოდეს, იმდერამეც მოგიყვებოდით ამ ფინაზე. თქვენამდე აქ ცხოვრობდა ძალიან ცნობილი მწერალი. რომელი მწერალი? რომელი და გუგა? გუგა? აი ეს მწერალი. ხო, ისეთი კანონზომიერება დავინახე. ესე იგი მოგიყვებით, ესე იგი ადრე აქ ცხოვრობდა თავიდან ძალიან სიმპათიური მამაკაცი ყოფილა და მე ვინც ცხოვრობდა ის იმაზე უფრო სიმპათიური ყოფილა და შემდეგ კიდე უფრო სიმპათიური ეს გუგა და ახლა თქვენ სამსახურში გაგვიანდებათ. ხო, მაგვიანდება და რა უნდა მეკითხა? მე რა საკმაოდ დაინტერესებს, რამდენი წლის ხართ? ხო, ვიცი, საკმაოდ დაინტერესებს, ხო, ვიცი და 19. 19-ის? ხო, კარგი. არა უშავ. სოს ახმარწელმა. უი, მოვიდა. ეს სხვადასხვა ძალიან კარგი корпуსი. აქვე ბარია საღამობით შეგიძლიათ მეზობლებთან ერთად ჩახვიდეთ. ნუ თუმცა ჩემ გარდა არ არის იცნობთ. კი ბატონო. მალე დავბრუნდები სამსახურიდან დროებით. ნახვამდის. ჰალო. ბატონო ზაურ გამარჯობა. დიახ მე ვარ. აი ვინის სანახავად მოვედი და დიახ აქ ვარ. გააქირავეთ უკვე. კარგი, არ არის პრობლემა. კარგით, დიდი მადლობა. ნახვამდის. არა, არ გეტყვით კი სად მუშაობ. კი, ატივს გცემ კი. არა, არ გეტყვი. რატო დალეწავ, ვერ გავიგე. არა, ვიცი რომ არ დაგიშვეს. გენათვალე, მომაქცევ ყურადღებას თუ ვიჯდეთ ილანდეს. კარგი, წავედი. მოგენათვალე. უფროსი მეძახის. კი, კაცია. ვინ არის? დალეწავ და რა ვქნა ახლა? უკაცრავ, გამარჯობა. თქვენ ახალი ხართ? კი, 2 დღე არაც ვმუშაობ. 2 არა, 3 შო. შევკვეთავთ? რა ვიცი, თუ კაბინეტებაში არ ჩამომართვეთ? კალამს მოვიტან და ეხლავე მოვა. ხო, აქ არა. გისმენთ? ერთი ხაჭაპური თუ შეიძლება. ხო. ერთი ხო? ხო. ერთი ხაჭაპური. მოდარ, აი, მოვედი. როგორც თქვენ მოგიტანე $8,000 დაითვალე. რა თქმა დაცლა შემოწანე გენაცვალე ახლა შენ თუ მეც ჩაყრიდი თორე ახლა დაკლები და მაკლებ რა მე. უკაცრავად ვისკი თქვენ შევკვეთეთ? ჩვენ არა შენ. აბა ვინ შევკვეთა? დედა რა. ეს და არ გინდათ რომ შევკვეთოთ? შეებოლებით, მაგრამ იდით სამსახურში მივდივარ და უკაცრავად. კარგი. ალო. დიახ მე ვარ. კი? დიახ? რა? აი, რა მოხდა? გასაგები. კარგით, მაშინ მოვალ და წამოვიღებ ჩემს ნივთებს. კარგით, მადლობთ. მადლობა რა. სტომატოლოგიური კლინიკა უქმდება და სამსახურიდან გიშვებთ. ნუ არ იცოდი შენ ეგ. მოიცა შენ რა იცოდი? ხო, რეორგანიზაციაო ინვესტორები მოდიანო რაღაცა მეც გამომიშვეს. შენც გამოგიშვეს? ხო. მოიცა გამოგიშვეს ნოდარ და ასე მშვიდად ხარ? აი, ჩემ თავს ფეცი პატები თორე რო გავიგე გამომიშვეს პირველი სართულიდან აწყებული მეშვიდეთი დამთავრებული რუავედის შავი დღე ვაყარეს უკელას გავლად სადმიგან ჩულვე ხაჭაპური მოდი აქ ჩემია. ვისთან მიქონდა იქ? იმათთან კი არ მიმქონდა, უნდა მეკითხა, თქვენი ხომ არ არის თქო. მადლობა რომ შევამჩნიეთ. აი, მე ისე უკაცრავად. მე იმ დისკს გამოუჩნდა პატრონი? კი, მოაკითხეს. გნებობთ თქვენ? არა, მე ერთი კათხალუდი თუ შეიძლება. ალო? გიშმე?
რა ნომრიდან მირეკავ? იმიტომ გითიშავ, რომ არ ცალია. კარგი, გისმენ ხო? ერთი კათხალური თუ შეიძლება. თქვენ არა უკაცრავ. ხელი რატო გტკივა? რა დალეცე? კი, მაგრამ მე რა შუაში ვარ? არა, გამაგებინე, მე რა შუაში ვარ? მე რა შუაში ვარ? მე რა შუაში? ხო, არ ეს რა შუაშია? კარგი, მოყევ. მიდი, გისმა. შვილო, ეს ერთი ხაჭაპური დაჭერით თუ ააწყე სხვადასხვა და კარგი, შეიხვი. არ გაგირთულდება. ნუ ნერვიულო. უკაცრავად. საუბრობდით ჩვენ და რა ვიცი აბა. საუბრობენ ახლა აქ და რა ვიცი აბა. კარგი. შეიხვი, ნუ ნერვიულო. როდა? რა უკრა დახმა ჩვენ სამსახურზე, ნუ ნერვიულობ, გენაცვალე, ვიფიქრე, ყველაფერი ბიზნესი უნდა დავიწყო. აგერ მე ჩამოვალ $100 მაქვს, შენ ისოვე ცოტა დავიწყოთ ნები. რა უნდა ვიშოვნო და რაც გქონდა დანაზოგი ყველაფერი შენ გასესხება. მე გასწავლე გენაცვალე, დაურეკე წოიწეს, ეგეც გაანთავისუფლეს. ჯერ არ იცის იმ უბედურმა და სანამ გაიგებს უთხარი, ფული მას ესხეთქო, შავი დღისთვის ექნება გადანახული, სამიჯერი ამართლებს. ხნო და რა, დაურეკო არა ის მოიგონებ ხოლმე. ანგარიში თუ შეიძლება. რა ვიცი რა. არა, თუ არ არის საკადრო სიბეცე, ახლა იმისგანა ნიჭიერი კაცის გაშვება იქნებოდა სამსახური და. აბა, მადლობა ნუ და რა. რა მადლობა გათო ჩემ თავზე ვამბობ. ისა, ანგარიშიო, თქვენ მითხარით ხო? ვაიმე, კი, ჩვენ გითხარით, კი. კი, ეხლა მოწა. ალო. ხო, მოვდივარ, გზაში ვარ უკვე. კარგი. შენ უნდა დამპატიჟო გენაცვალე, მე უმუშევარი კაცი ვარ. მეც უმუშევარი ვარ, ნოდა. რა ვიცი, გენაცვალე, ამ ფუტკი აპრანტალე პაკეტი კი. ელენე, აი ესენი შევარჩიე და აბა ნახე შენც. მე მგონი არ არის ცუდი, ხო? კარგი, ახლა ეს სადმე ცალკე დადე და დანარჩენებიდან ავარ. კარგი. აბა? აი, პატა შავგვრემანი ხარ? ხო. უნდა მოგიხდეს ღიაფერი. ხო, ჩვენი შავგვრემანები საერთოდ ხო ეშხიანები ვართ და ალბათ ხო. რა ვიცი, ხო მეც ძალიან კარგი მოდელია. ეს კოლექცია შექმნილია თავდაჯერებული და ქარიზმატული მამაკაცისთვის, რომელსაც არ ეშინია სირთულეების და ყოველთვის აღწევს დასახულ მიზანს. ვა, იცოდით რომ მე მოვიდოდი? კარგი, მოდი. გავისინჯო ახლა მაგას. რა, ახოთ. აჰა. პატა, როგორ გიხდება, რა ელეგანტური ხარ, რა შარმი, რა ბიჭი ხარ, პატა, რა სიმპათიური. ისა, ელენე, მე შენ გიყურებ როგორც საკუთარ დას და თეკლა. ხო, აღთოვანდება, ვითომ აღთოვანდება, აღთოვანდება, ჭკუიდან შეიშლება, გაგიჟდება. არა, ხა ელენე, ისეც მოვიზავთ, რომ ადამიანმა საერთოდ ხო, ეგრეც არ მინდა. კარგი, ახლა ამისთვის უნდა ავარჩიოთ პერანგი და ფეხსაცმელი. კი ბატონო. რა სიტყვი, როგორია? როგორია, მიხდება, მოგწონში რა იყო, რა გაშტერებული მიყურებ, რაღაცა მითხარი, ხმა მოიღე. რა გქის, ელენე, შეხედე, გამოვხტებდა ესეც ისე მიხდება, ეწყობა ეს პიჯაკი, ნახე რა. ელენე, იცი რა არის? მე ახლა კურიერი კი არა. კურიერი წამყვანი ვალ ელენე, აი, ეს არის შენი სტილი. კი, ხო, ნამდვილად ეთყო. ისა, ელენე, რა ვიცი, სტილი ხო შევიცვალო მაინც, რატო, პატა? რატო, აბა რა არის, ეს ვერ გავიგე, ფასია თუ გამოშვების თარიღი, რა არის, რა ამბავია, ვერ გავიგე, რა არის. ფასი. ხო, რა ვიცი, აბა რა ამბავია, ვერ გავიგე. გოგონი, ერთი წუთით რა რაღაც უნდა გითხოთ რა. გოგონი, რა მაინტერესებს თქვენ წინა საახალწლო ფასდაკლებები არ გააქვთ? არა, რა დროს წინა საახალწლო ფასდაკლება არა. ხო, თუმცა ხო და ისა რა ქვია. წინა სასუცაქისე?
იცით რა არის? კარგია, მაგრამ ცოტა სტილია სხვა, იცით, ისე მომწონს, ცუდი არ არის, მაგრამ სამწუხაროდ ვერა. არა, ყიდულობთ, შეგვიფუთეთ თუ შეიძლება. აი, ელენე, არ გამოვა, ელენე, ახლა არ მოქვს ამდენი თანხა და არ მინდა რა, ელენე. იცი რა, მე ლაშას გამოვართვი ბარად, იმითი ვიყიდო და მე შენ დაუბრუნე. უი, ხო, რა კარგი, ხო და მე ლაშა არ გაბრაზდება? რატომ უნდა გაბრაზდე? თუმცა ხო, სუქნები ხო კეთილები არიან. ხო, ელენე, ხო. ნახე როგორი ორიგინალური ცხვირი აქვს, ა? კარგი, ელენე, მე კიდე ორიგინალური ცხვირი მინდა. აი, ინებეთ თქვენი პიჯაკი მშვიდობაში და ბედნიერებაში. და სოლის მოყვანაში. კარგი. დიდი მადლობა, კარგი. ისა, ელენე. უცებ მეფეს ვიღაცამ თავზე გადმოაყარა ზემოდა მთელი ბღუჯა ქლიავი. გაოცებულმა მეფემ ბედაური შეაყენა. გაჩერდა ჯარიც. შეჩერდა ჯარიც. რაო, რატო გამოგიშვითო? მე მეკითხები თუ მან წერია ეგ. შენი რიცხვი. რა ვიცი, ნიკა, რატო გამოგიშვითო? რაღაც რეორგანიზაცია არისო, ეს არისო და რა ვიცი, არა და ვფიქრობდი მე კი რაღაცა ფინანსურად ფესზე დავდგები. თან დანაზოგი რაც ხოლმე ყველაფერი ამდენიდან ოდასვას ეს. კიდევ კარგი, ნიკა, რომ ბარაძე რაღაცა მაგ დარჩენილი ელენემ რო წაიღო იმ ბარათს. კიდევ ფიზიაში. იცი რა მოვიფიქრე, საერთოდ სამსახურს იშოვი. ჩემი მათემატიკის დავალებები დამიწერე და ყოველდღე 5 ლარს გადაგიხდი. და 5 ლარს გადაგიხდი. არა, შეიძლება ცოტა, მაგრამ თუ კარგ ნიშნებს დამიწერე, ბონუსებიც გექნება. დინე მაიმუნობა და წაიკითხე ქლიავები გადააყარაო თუ რაღაც, რა ვიცი. რა ვიცი, შენ მაინც დაფიქრდი. გაჩერდი რა, მითხარი რა ქენით, იყავით ციხში შენ და მამაშენ. კი. ხო. რა უმე? მოგეწონა? მამა ჩემს არა. რატო? იმიტომ რომ ის გოგო არ იყო, ფეხი უტკენია და მე კიდე კლაუნზე ვიცინე ბევრი. მოიჭედე, აბა წინაზე არ გითხოვს კლაუნზე ვიცინეო რომ. დღეს ფხიზელი იყო და. როგორ ხარ? როგორ ვარ და? კარგად კი არა, ძალიან კარგად ვარ. ნიკა, აბარაშები, მეცადნეობ, ერეკლებები და ინტივო გალიხედა ნიკა, ესე იგი ეს გოგო ხეზიას ვარ. მე კიდე ბარში უნდა ჩავიდე. ესე იგი გამოვიცილე, გამოვიტრაჭები და წავა. თეკლა. მე ვიტახტულაში. ხო, შენ გეძახ. თეკლა. ვინ არის? ეს გვერდით გუგარო ცხოვრობდა ჩვენს მეზობლად, გადმოვიდა ერთი ძალიან სიმპათიური ბიჭი. დღეს სადარბაზოში ვისაუბრეთ, კაი ტიპია ძალიან. კაი ტიპია ძალიან? აჰა. და ბარში დაპატიჟა უკვე მაგ კაი ტიპმა ძალიან? ეხლა დარწმუნებული არ ვარ დამპატიაში თუ არა, მაგრამ მაინც მინდა ყოველი შემთხვევაში ის კარგად გამოვიყურებოდი, რომ შემოვიდა წავედი მე. დაუნდა ელაპარაკოს ნამს, მითხარი, დაუნდა. გამოახლავე ხიდან და ბოდიში მოიხადე მეფის წინაშე, თორემ შავი დღე დაგადგება. მოვედი. ელენე, მითხარი ხა, ბევრი რაღაცები იყიდე იმ ბარათით? ხო, ჩემთვის საერთოდ არაფერი არ მიყიდია. მართლა? ძალიან კარგი. აი ეგ არის ძალიან კარგი, როგორ გამაყარე, არის შენელი. პატა გაახე. პატა გავახე. ეს პატა? ეგრომ ჩვენი სახელოვანი მეფე ერეკლე იყო განასპარსულ თავზე დაიხურავდა. რა სპარსული ბავშვი, სულთა იტალიურია, შეხედე რა სპარსული. ეს ლაპარაკი. მათემატიკა დაწერე. დაჯიგი პატა, დაჯიგი, რატომ დადიხარ ესე რა? ხო, არა, მართალია, რა ვიცი, ბაბა. არა იყოს მაინც ფეხზე ვიტკები. ლაშა რა უნდა კითხოში? ხო. სად არის თეკლა? თეკლა ზემოთ არის იპრანჭება. კი, იპრანჭება. სიმპათიური ბიჭი დავინახე სადარბაზოშიო და ასულია ზემოთ და იპრანჭება. ვა, ელენე.
გაიგერა ხოლა შამ სიმპათიური ბიჭი დავინახეო სადარბაზოში და იპრანჭება თურმე და საიდან როდის დამინახა კაცო ვერ გავიგე როდის დამინახა შენ არა პატა შენ არა გუგაზე დაცხოვრობდა იქ თურმე გადმოსულა ვიღაც სიმპათიური ბიჭი და ზევითავი და ახლა იპრანჭება რა მითხარი სიმპათიური ბიჭი გადმოვიდა ვიღაც და თეკლას მოიწონა ლაშა რა ვიცი ახლა სიმპათიური ბიჭი გადმოვიდაო და თვითონ ავიდა წავიდა გაზევით გამოვიპრანჭებიო და ახლა მოეწონა თუ არა შენ თვითონ მიხვდი აბა უყურე ეს მეუბნება ახლა ესე იგი ვიღაცა სიმპათიური ბიჭი გადმოსულა ესე იგი უყურე ახლა რაც მეუბნები ლაშა შენ და ესე იგი ჩემსა და თეკლას შორის ესე ჩასაკლდა დასაკლდა შუაში და უნდა იყოს ახლა ეგრე მურადის ეკალივით არა ჰა მურადის არა მურმანის ეკალივით კარგი ლაშა კარგი შეგვიძლია რა მნიშვნელობა აქვს მურადია თუ მურმანი ეკალია რა მნიშვნელობა მე გავაღე მიდი გავაღე ხო გავაღე გავაღე შეიძლება მოგზანდი მე ახალი მეზობელი გახლავარ ასე ვთქვათ ბატონო ახალი მეზობელი ვარ თქვენი აჰა ხმადამლა ხომ არ ვლაპარაკო არის მეზობელი დიახ რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მოღვაწე არტისტი შვანგირაძე ლაშა ფრიდო წასია მომწონს ჩემო დადომ გახარ გარეთ მადლობთ ხო შვანგირაძე ალბათონო რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მოღვაწე არტისტი ფრიდო შვანგირაძე ჩემო ელენე სასიამოვნოა გამარჯობა ბიჭიკო ბიჭიკო არა ნიკა ნიკოლოზი თქვენი ბიჭი არა თქვენ სოლკმარი ხარ სოლკმარი მზანდებით შენ არა სოლკმარი დაბრძანდით ბატონ ფრიდონ ბატონ გახართ მობრძანდით თქვენ ესე იგი თქვენ ხართ ის ადამიანი რომელიც გადმოვიდა ჩვენს კარის მეზობლად ხო დღეს გადმოვედი ცენტრში გარეუბნიდან სახიობით გზანდებით რა თქმა უნდა 1976 წლიდან 1985 წლამდე მოღვაწეობდი ოზურგეთის დრამატულ თეატრში. დიახ, შემდგომ ამისა, ესე იგი 85-დან 91-მდე საგარეჯოს მოზარდ მაყურებელთა თეატრში. დიახ. შემდეგ მქონდა ასე ვთქვათ შემოქმედებითი პაუზა და აი 2002 წლიდან გახლავართ ბორჯომის დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობი. თქვენ ალბათ ნანახი გაქვთ ჩემი ზოგიერთი როლი. მაგალითად კერძევაძის ყოყოჩებში პედიატრი შევასრულე ჩემო ბატონო. ფრუგერის ტყუილის თქმა ადვილიაში ბესარიონი. არა. კარგი, ისევ კერძევაძე. ისევ კერძევაძე ჩემო ბატონო ომის ხიბლში მამუკა ომის ხიბლში და როლი რომელმაც მე ასე ვთქვათ აღიარება და აღმოსავლეთ საქართველოს თეატრალური ფესტივალის გრან-პრი უმაღლესი ჯილდო ვერცხლის ნაბადი მომიტანა არკადი გროცკი ჯემალ ვერულეიშვილის პიესიდან მე არკადი და 2 წუთი. დიახ, რატომ ვილაპარაკე ახლა ამდენი? დიახ. ჩაკუჩი არ გარ. არადა გამიფიქრა და კი ახლა ჩაკუჩი უნდა გვაკას. 2 წუთი და დაგიბრუნე. კი. რას ვაკეთებ ლაშა და მაინტერესებს ერთი თეკლამ როდის რანაირად აიდან რა რაკურსით შეხედა თქვენ ჩაის ხო არ მიირთმევთ სიამოვნებით ჩემო ბატონო მაგრამ მოგვიანებით
ახლა გასაკეთებელი მაქვს. ჩაკუჩი თუ შეიძლება? აი, ჩაკუჩი. ინებეთ? მადლობა. კი ბატონო. მადლობა. ორ წუთში დაგიბრუნებთ. არა, არ არის საშქარო, როცა დიახ, კი ბატონო. ნუ გამაგიჟეთ ეკლა როგორ რაც რითინჯობია ეს კაცი ელენები პასუხი რითინჯობია ეს კაცი ელენები რითინჯობია ალბათ რითია იცი მეტი ალბათ ასაკით პატ კარგი ეხლა შენს ნუ გამაგიჟებ ერთი არა უშავს არინერნო შენ ხონია შასით ეკლა სამოგო 25 წლის რა შედი ერთი წუთი გაჩერდი გეხოცები რა გავაკეთო აღარ ვიცი ამ ტანსაცმელს კარგი ტანსაცმელს შემოვიხევდი მაგრამ როგორ შემოვიხილო მდენი ფული მაქვს შემოვი პატა მივხვდი რატომ არ გაქცევს ეკლა ყურადღებას ბაბუა შენი მოწონს რა ხდება ავსენი თეკლა მოდი ერთი წუთი აქ მოდი ჩვენი კარის მეზობელი იყო შემოსული მაგარი ტიპი ძალიან რას ვიტყვით და დაგცინეთ რატო დავცინე თეკლა როგორ ახარ თეკლა კარგად აბა მე რა გითხრა ნორმალურად მითხარი არ ვიცი ეთყობა შენი ნახვა უნდა მაგრამ ჩაკუჩი მოიმიზეზა თეკლა ჩაკუჩი მართლა კი თეკლა როგორ ახარ თეკლა კარგად მე კიდე რა მითხარი რა ვიცი ხა მე კიდე რა გითხრა ხა მე კიდე რაო რა ვიცი შემოვალო ამ ჩაკუჩებს შემოგინდა 2 წუთშიო და არ ვიცი თეკლა როგორ ხარ თეკლა კარგად გამოიყურები პატა ისე კარგად გამოიყურები ნუ ცოტა კარგად გამოიყურები გეხოცები ნორმალურად რა რაიროში ელენე მე მგონი რაღაცა შეგოშალა იმიტომ რომ ლაშაზე იმოქმედა ამან აი მე კარგი ისა ელენე შენ მითხარი გეხოცები შენი აზრი მაინტერესებს როგორი ბიჭია იცი რა თეკლა მე სხვა თაობა ვარ ნუნუს კითხე და ის გეტყვის კარგი ელენე რა ის ლაშა მითხა კიდე შემოვაო ჩაკუჩს შემოიტანო და რაღაცა პატარა სუფრასავით ხო არ დავახვეთ რომ შავოს კი თეკლა გაუშალე სუფრა და ის მიუტანე რა ქვია კისელი და ჩაის ჩამბალი პური აჭამე თეკლა და შენი ასაკის არის ახლა ის ნუ ჩემი ასაკის არ ვიცი მაგრამ ისე ხო დიდი შეხედულება კი შეხედულება და ორგანიზმი აი თქვენი ჩაკუჩი კარგი ჩაკუჩი ძალიან კარგი ჩაკუჩი კი პატარა და ჩაკუჩი შეხედე ამაში როგორ გამცვალეს რაღაცა ხო არ შემოგზე თქვენ ჩაკუჩი გამოგატანათ თუ რესპუბლიკის კულტურის გამსახურებული მოღვაწე არტისტი შვანგირაძე ჩემოგოთონა და თქვენ ხართ ის სიმპათიური ბიჭი ბიჭი არა მაგრამ ახლა თეკლა ეს არა კარგი და არაფერი ისა ძალიან დიდი მადლობა ჩაკუჩის თუ რამე დაგჭირეთ კიდევ შემოიარეთ ლურსმანი რა თქმა უნდა რა ჩაკუჩი ჩვენ ახლა მეზობლები ვართ და შემოგირბენ ხოლმე კი რა პრობლემაა კი ბატონო ხშირად შემოიარეთ ბატონო მოიცა თეკლა ეს ის არ არის კარგი ლაშა კარგი რა ხდება თეკლა არ არის ეს რა ის არ არის კარგი კარგი ნუნარიულა მოდი ჩემი გუჩის პიზანი მოგატო არ ყოფილა გადარჩი რა გინდა გადავში ხო მაგრამ რა იყო ლაშა ერთხელ მაინც შემოიხედა ერთხელ ისთვის დავხარჯე ამდენი ფული ამ ტანსაცმელში ვერ გავიგე თელი დღე დავდივარ ტანსაცმელზე რაში დავხარჯე ამდენი ფული მე რაში დახარჯე მართლა ამდენი ფული რა გინდოდა ახლა ამდენი ფული თუ გქონდა რა დასხარჯე საათ გქონდა ლაშა მე შენ კაიტები ხარ მე საათ გქონდა ფული ელენეს ოქონდა დამღებული შენი ბარათი იმით ვიყიდეთ რა რაღაცები მე მაგდენი ფული ჰასტუხზე მე დავამატე კიდე და იქ აღარ დარჩა ბარაზე არაფერი და ჰასტუხი ჩემი ფული ხო აბა რა გვიხდი ო რაშა არა უშავს გადაგიხდინე ელენა მაგრამ ერთხელ შემოიხედა ერთხელ ორჯერ შემოიხედა სამჯერ რა იყო რა მოხდებოდა ვერ გავიგე კარგი მე გადაგიხდინე ელენა ხო ნე აი რა უბარად ნიგა შეიძლება მათემატიკაზე რაღაც რამდენი
რომლისთანაც ვიყავი შემოსული და უთხარი. გაარკვია მეთქი ვთხოვე. ვინ არის? ვინ გამოვიდა? ხო უნდა ვიცოდეთ. იქნება რა წასული აქვს ლაშა. კი, ხო. რა კი ხო და თავს მიხე მომისმინე კარგად. გიცმენ, ბიჭო, რომ გიცმენ, მე ზავაულებ რომ თავის მეკნევინება ეს. ლაშა, ჩვენ ერთ ოჯახის ცხოვრობ და უნდა ვიცოდეთ აქ ვინ არის. იქნებ ვინ არის ლაშა. აი მოდის, აი ეს არის ნუ ბიჭო, აი ეს არის აი მოდის. გამარჯობა. როგორ დანდებით განროფიდან? იბებით ამოდიოდი. ვარჯიში ხო ერთგვარი. კი, არის ვარჯიში. გაიცანით ეს გალბატონი ლულუა, ჩვენი корпуსის თავმჯდომარე. არტისტი შვაგირაძე შემოდი. კი, შეიძლება მე. კი. სახები ბრძანდებით არა? კი, სახები ნათებაშები აქვს როლები, ყოჩები, რა ვიცი, კიდე ბევრი სამი გარეთ რატომ გახარ? შემოგძანდი. არა, იყოს გმადლობთ. ხო. მაშინ მე შევა უკაცრავად ხო? კი, ბატონო, კი, ბატონო, მოგეკითხა. აი, ეს არის ნუ ბიჭო, რო გეუბნებოდ. ლაშა. ეს კაცი საიდანღაც მეცნობა. ყოჩები ალბათ ან რა ვიცი, ნაბადია. ვერცხლის ნაბადი ჩაახალებ, რა ვიცი, ამის. ყოჩები.